მოიღეს რტოები დანაკის კულთაგან, ანუ პალმის რტოები, განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს ოსანა კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისა. რა იყო ეს? ეს იყო მადლის მოფენა. რამე თუ უფალი ამბობს, რომ ეს ხალხი რო დადუმდეს, ქვებიც აღაღადდებიან, გახსოვთ წმინდა წერილიდან. ანუ ქვა, ბალაამის ვირი, ყველაფერ შეული აღაღადდეს, თუ ღვთის მადლი მოვა და მაშინ მე რა ღირსება მაქვს? თუ ქვა აღაღადდება, ბალაამის ვირი ამეტყველდება, დიდი ამბავი რომ მეც ესე იგი ავღაღადდე, თუ მადლი გადმოვიდა. დიახ, ჩემი დამსახურება არაფერია. დიახ, როცა ჩვენ აქ მოვდივართ და გვიხარია, ჩვენი დამსახურება არ არის. დიახ, როცა აღდგომას ერთმანეთს სიხარულით ულოცავთ, ჩვენი დამსახურება არ არის. ჩვენი დამსახურება იქნება მაშინ, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს შევინარჩუნებთ, გავაანალიზებთ, ჩაუღმავდებით და შევინარჩუნებთ. და როცა ვერ ვინარჩუნებთ, როგორც მაშინდელმა იუდეველებმა ვერ შეინარჩუნეს, მათი დამსახურება რა არის? ქვებიც კი აღაღადდებოდნენ. ესე იგი, აქედან სწავლება. ის სიხარული, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აქ ზიარების დროს, დღესასწაულების დროს, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ მათი შენარჩუნებისათვის, ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ უფალი წარმოგდეთ გარეთ და მოვკალით.